დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება. ორდღიან შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-27 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის, ასევე იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევას. სამიტში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. სამიტზე განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებას. ევროკავშირის ლიდერები ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას ევროკავშირმა თავი, გარე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლისგან, ასევე იმაზე, როგორ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. დღის წესრიგში ასევე შედის საბიუჯეტო საკითხი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ევროპული თავდაცვა და მიგრაცია. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირის ლიდერები არ დატოვებენ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომას, ვიდრე უკრაინის მომავალი 2 წლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის სავსებით გასაგებია ბელგიის შეშფოთება და წუხილი რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით და ის მხარს უჭერს რისკების გაზიარების მექანიზმს. ევროპული საბჭოს ეს სხდომა გადამწყვეტ დროს იმართება. ამ სხდომაზე ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი მიზანი: მშვიდობა უკრაინისთვის, მშვიდობა სიძლიერის გზით და ამისთვის უკრაინას სჭირდება მომავალი 2 წლის დაფინანსების უზრუნველყოფა. საუბარია 127 მილიარდ ევროზე, რომელიც აუცილებელია. ეს არის ჩვენი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება დავფაროთ ამის 2/3, 90 მილიარდი ევრო. აღნიშნული დაფინანსებისთვის გავაკეთე 2 შეთავაზება. წარვადგინე 2 ვარიანტი. პირველი არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება სესხებით და მეორე ვარიანტი არის რეპარაციული კრედიტი. დღეს ჩვენ გვექნება განხილვა ამ 2-დან რომელ ვარიანტს გამოვიყენებთ. იქნება ინტენსიური დისკუსიები. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დღეს გამოსავალი. საბჭოს პრეზიდენტმა თქვა და მე მას მხარს ვუჭერ, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ევროპული საბჭოს სხდომას უკრაინის დაფინანსების გადაწყვეტილების გარეშე. ჩვენ განვიხილავთ რეპარაციული სესხის საკითხს. წინადადებები, რომლებზეც ვმუშაობთ, ასევე ითვალისწინებს ბელგიის წუხილებს. ჩემი აზრით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა ნიშნავს, რომ ყველა რისკს ვიღებთ ჩვენს თავზე, რადგან ეს საერთო ევროპული წინადადებაა და რისკები ტვირთით თანაბრად გაზიარებულია. ასე რომ ვფიქრობ, ბელგიის მიერ წამოწეული საკითხები გათვალისწინებულია და იმედია ფინიშის ხაზს გადავკვეთთ. პუტინს სურს ვერ მივაღწიოთ წარმატებასაც, რომ ჩვენ ეს კრემლს არ უნდა მივცეთ. როგორც ხვდები რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით, ბელგია დიდი ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის, ევროპული ქვეყნების, ასევე შეერთებული შტატების მხრიდან. ამ ზეწოლის მოსახსნელად ჩვენ უნდა გქონდეს ევროპული წინადადება. შემდეგ კი ბელგია იქნება დაცული კანონით და ნებისმიერს, ვისაც აქვს წუხილი, შეეძლება უჩივლოს ევროკავშირს სასამართლოში. ჩემი აზრით, ფუნდამენტური საკითხია, რომ რუსეთი იწვევს ზიანს უკრაინაში და ამიტომ ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რეპარაციებზე. ეს რეპარაციული სესხი კი ამ იდეაზეა დაფუძნებული. ჩვენ მარტივი არჩევანის წინაშე ვართ. ან დაფინანსება დღეს, ან სისხლის ხურა ხვალ. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და მხოლოდ ჩვენ უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ყველა ევროპელი ლიდერი საბოლოოდ ამ დონემდე უნდა მივიდეს. და ეს არის ყველაფერი, რის თქმაც ახლა შემიძლია. მე ვმუშაობ მშვიდობისთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ის რაც უნდა გავაკეთოთ, არის მეტი ნაბიჯის გადადგმა მშვიდობისკენ და არა ომისკენ. გარანტიები რისთვის? მთელი ეს იდეა სისულელეა. ორი ქვეყანა ერთმანეთთან ომშია. ეს არ არის ევროკავშირი. ეს რუსეთი და უკრაინაა და ვიღაცას, ანუ ევროკავშირს სურს აიღოს თანხა, ომში მყოფი ერთ-ერთი მხარის ფული და მისცეს მეორეს. ეს პირდაპირ ომისკენ მარშია. ასე რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს.